პირველი და ერთადერთი ქართველი გოგონა, რომელიც წარდგა საქართველოს სახელით UFC-ს არენაზე. ძალიან მინდოდა ძლიერ სპორტში გადასვლა და ძალიან არ მოწონდათ ეს იდეა ჩემს მშობლებს, მით უმეტეს მამაჩემს. საქართველოში როგორ როდის წამოხვედით? ზოგადად ესეთი ოჯახი მყავს, რომ სულ მოგვიწევდა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება. მამაჩემი ქურდი რო არის და დაჭერილი არის. როგორ ხდება UFC-ზე მოხვედრა? მომდის ემეილზე, რომ ერთ თვეში მაქვს ბრძოლა. ის ხასიათი რაც ქონდა რა დაგეხმარა და რა გამოიმუშავე, რომ აი ამ სპორტში მიგეხცია წარმატებას. ყველაზე ჩემი დიდი მოგება, ეს არის ჩემი კამარი. ამ ბრძოლას რო უყურებ, ისე მსიამოვნებს. მენტალურად რომელი იყო ესეთი დამანგრეველი ასე ვთქვი. იდაყვით გაჭრილი მქონდა კანი. ცხვირზე. ექიმებმა გააჩერეს ბრძოლა? კი, დეპრესია მქონდა. არაფრის კეთება არ მინდოდა. არც ვარჯიშზე აღარ დავდიოდი. იქიდან დავიწყო ჯერ როცა ციკლი ემთხვევა სპორტსმენს, როცა უწევს შეჯიბრი მაგ დროს რა ხდება? ვერ აბარებ წონას. ჩამიჭერს რაღაც 30% წაეო ჩემი ოპონენტი, ჩემი ხელფასიდან. თორმე ეპსტინის შეთეთხრილი პანდემია ყოფილა. არც შემეკითხე სიჩხუბებ თუ არ იჩხუბებ. ამ სპორტში ვარ იმის გამო კი არა რომ აი უიჭველი უნდა მოვეგე. იმის გამო ვარ რომ მიყვარს და აი ყოველი დარტყმა სიყვარულით დაიყოს. მოგესალმებით ჩემი სივრცის მორიგი ეპიზოდით და ძალიან მაგარი სტუმარი მყავს, მაგრამ სტუმრამდე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ჩავამთავროთ ეს ფორმალური რაღაცები. თუმცა ფორმალური როგორ იქნება, როცა ჩვენ უკვე სპონსორი ყავს და ჩვენი სპონსორი არის საქართველოში წარმოებული მიწისთხილის კარაქის სნექი. სნექი მე მგონი აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც კი ფეხი გაუნძრევია, ხელი გაუნძრევია, სპორტში შეუსუნია, ფიტნეს დარბაზში შეუსუნია, მის ყველა ამ ადამიანის კარადაში დევს ეს მიწისთხილის კარაქი და ამიტომ შენს კარადაშიც უნდა იყოს ჩემო ძმაო ანდაო, ვინც ვიყურებ, იმიტომ რომ არ აქვს არანაირი დანამატი, არანაირი შაქარი, არის გადასარევი ხემსის იდეა და ალტერნატივა. და ძალიან ჯანსაღი ცხიმის წყაროარი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემონოთ და თქვენს ასე ვთქვათ, გააცნოთ თქვენს რეცეპტორებს ეს ძვირფასი ქმნილება. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ გადავალ მე ჩემს სტუმარზე. ჩემი სტუმარი არის იანა ჯოჯუა. აი ძალიან მაგარი გოგო არის და ძალიან მოხარული ვარ რომ დამთავრდა მე აქ სტუმრობთ, იმიტომ რომ მაგარი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაგარი გოგო არის, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პირველი და ერთადერთი ქართველი გოგონა, რომელიც წარდგა საქართველოს სახელით UFC-ს არენაზე, ასე ვთქვათ. ლიანა, გადმოვალაგრე შენთან კითხეთ და მითხარი, როდის ეზიარე პირველად აი ამ საბრძოლო ხელოვნებას და ოღონდ რა იყო შენი პირველად დასაწყისი, მე აი UFC-მდე რა გზა გაიარე, მოდი მოგვიყევი. პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟე, ძალიან სასიამოვნო არის. პირველად ვაფშე რომ დავიწყე ზოგადად ეს სპორტი, დავიწყე ტაილანდური კრივით. თავიდანვე MMA-ში არ გადავედი, 17 წლის ვიყავი მაშინ და ჩემი მშობლები ძალიან არ მოწონდათ ეს იდეა, რომ ანუ ბრძოლა პირველად 17 წლისამ დაიწყე? კი, 17 წლის მანამდე ამ სპორტით სპორტით ვიყავი დაკავე სხვადასხვა სპორტით. დედა ჩემი ყველგან მიმიყვანდა ფიგურური სრიალი, ვარჯიში, ბალეტი. კი, ბალეტზეც დავდიოდი, ვარჯიშზეც, ცურვაზეც და ფაქტიურად ყველგან ვიყავი. მაგრამ ყველაფერი მბეზდებოდა მაქსიმუმ 1-2 წელი და უკვე აღარ მინდოდა და ძალიან მინდოდა ესე ვთქვათ, ძლიერ სპორტში გადასვლა და ძალიან არ მოწონდათ ეს იდეა ჩემს მშობლებს, მით უმეტეს მამაჩემს და ბოლოს უკვე რომ კაიო, იმდენი პრობლემები არისო, რომ არ ვარჯიშობსო, ჯობიაო რომ რა პრობლემებზე იყო საუბარი სხეული? ჩხუბობდი. მართლა არ არსებობს? სკოლაში? კი. ბევრი ჩხუბები მომდიოდა. კაი, არ გადავრია. ანუ აი ეს რაღაცა დაგროვილი ქონდა და იწევდი თუ გიწევდნენ? არა, ესეთი არასდროს არ ვიყავი, რომ მე თვითონ აგრესიული ვიყავი და ეს, მაგრამ ხა ბავშვები ხო ძალიან ისე ჟესტოკები არიან. ბავშვი და ბოროტიაო იწყვიან, ანუ არ აქვს ძვალებს. რაღაცას რომ დავინახავდი, რომ ვიღაცას ჩაგრავდნენ, არ არსებობს, რომ მე არ ჩავერიო და არ მომეხმარ და ესე სულ მქონდა ჩხუბები. და ანუ შეიძლება სხვის გამოც ქონდა ჩხუბი. ხელჩართულდება სხვის გამო მქონდა ჩხუბები. კაი, არ გადამდი რა მაგარი. ეს სათხდება საქართველოში თუ? არა, ეს მოსკოვში ხდება. ხო, მოსკოვში გავიზარდე. ძალიან მაგარია რომ სხვის გამო ესე თავს წიროს. ეს იყო ხელჩართულ ბრძოლაზე იყო საუბარი. არა, ხო, შეგაც სავის გამო ხარ.
ესე გამოდიოდა. ხა და ეს იყო ბიჭებთან და გოგოებთანაც არ გქონდა სქესმიშრომლობა გოგოებთან რაღაც ისეთი უბანი მქონდა სადაც გოგოებიც და ბიჭებიც ჭუბობდნენ და დერსკები იყვნენ ჩვენი 90-იანები იყო იქ ხო? იყო სკოლი და ხმესაკის გაჩევები. არა, მაგრამ სკოლაში კი ჭუბობდნენ ხშირად. და ესე იგი ძალისმიერ სპორტით, აი ფაქტორად ამის გამო გადაწყვიტე კი, განცხადება პოლიციაში რომ დაწერეს. ოპა. უკვე დაფიქრდნენ, მე შემეშინდა და მივედი მშობლე, ახლა არასდროს არ ვეუბნებოდი და რამე რომ მქონოდა რამ ჩალურჯებული, ვეტყოდი რომ დავარდიან რაღაცა, ესე არ ვეტყოდი რომ ვიჩხუბე. ხო და ერთხელ პოლიციაში განცხადება რომ დაწერეს, შემეშინდა. ხო და მივედი მშობლებთან და უყვები რომ ესე და ესე მოხდა, ვცებეთ, განცხადება დაწერა, თან გავგატეხილი იყო. ხო და მეთქი ნუ რაღაც უნდა დამეხმაროთ, იმიტომ რომ მე ხა რას გავაკეთებ, ხო და ანუ ეს საქმე რომ მიდიოდა თან არასრულწლოვანი ვიყავი. ესეთი რამე ურჩიეს დედაჩემს. უთხრეს რომ ნუ ახლა რადგან თქვენი შვილი ეს სულ ჭუბობსო და ესეთი სიტუაციები იქნება, ჯობია რომ თუ ესე სპორტში უნდა მართლა შეივანთო და იქ თავის დროს აგრესიას ყველაფერს დაკარგავსო და აღარ იჭუბებსო. კი შეცდა ცოტა, მაგრამ და მითხარი ტაილანდური კრივი რა როგორი არის? აი ხო, ტაილანდური კრივი, ხო, ეს არის ნუ ვინც იცის კიკბოქსინგი, კიკბოქსივისავით არის, მაგრამ უფრო ესეთი ანუ შეიძლება იდაყვების დარტყმა, მუხლების დარტყმა შეიძლება რომ დააგდო ადამიანი, კი. ნუ ესეთი ცოტა ყველაზე ბრუტალური ვარიანტი არის, ყველაზე ბრუტალური ვარიანტი არის. ესე გამოვიდა რომ სხვათა შორის აი ერთი დიდი ესეთი ნიუსი არის მსოფლიოში რომ აი ჯინა კარანო და რონდა როუზი ბრუნდებიან და უნდა იჩხუბონ Netflix-ში, ანუ ესეთი დიდი ამბავი არის რა. როგორ ვთქვა, ანუ ქალების MMA-ში მართლა დიდი ამბავი არის და ეხლა ბრუნდებიან და ზუსტად ჩემ დროს მე რო დავიწყე, მე უყურებდი ჯინო კარანოს, აი დაუყურებდი და სულ ფიქრობდი, აუ რა ლამაზი არის, რა მაგრა ჩხუბს, მეც მინდა ესეთი ვიყო, პატარა ვიყავი რა მაშინ და ზუსტად მაგისი ბაზა იყო ტაილანდური კრივი და ვიფიქრე რომ მეც არ გაშინებდა რომ იქიდან აი თავბრდასისხლიანებლები გამოდიოდნენ და აი ჯინას რო უყურებდი, დასისხლიანე ძალიან ლამაზი გოგო ესეთი, აი ნაზი რო უყურებ, აი ამოვანათოთ მისი სინაზე მე აქ. მაგ დროს მე რო დავიწყე, მაგი უკვე დაასრულა თავის კარიერა, მაგრამ სულ უყურებდი მაგის ბრძოლებს, სულ აი ძალიან. ანუ შენი мотиваცია იყო ჯინა კარანო. мотиваციას ვერ ვიტყვი, მაგრამ ესეთი სამაგალითო ადამიანი ჩემთვის ჯინა იყო მართლა. მე ესე მოხდა რომ ხელი მოვიტეხე. დარტყმაში ესე იყო რომ ხელი მოვიტეხე და პაუზა მქონდა 1.5 წელი მაგის გამო ხო და რომ დავბრუნდი ვიფიქრე რომ აი ანუ ამ სპორტში რომ შევედი ვიცოდი რომ მე MMA-ში უნდა გადავიდე და იმდენად მომწონდა რომ ვერ გადავდიოდი აი სულ აი ყოველ ერთ თვეში მაქსიმუმ 2 თვეში სულ მქონდა შეჯიბრი და ძალიან მიყვარდა ეს სპორტიც ხო და უკვე ტრავმა რომ მქონდა და 9 წელი რომ იძულებული ვიყავი რომ დავანებო თავი რომ დავბრუნდი მეთქი აი ახლა უკვე დრო არის და უკვე რაღაც ახალი უნდა და რა სხვაობაა MMA-ის და Muay-Thai-ის შორის ანუ იქ უფრო მეტი ჭიდაობაა ხო ზოგადად ჭიდაობა უფრო ბევრი არის და უფრო დინამიკურიც არის, ანუ ეხლა ზოგადად სახელი არის MMA-ს, ბრძოლა წესების გარეშე შეეძახიან. ფაქტი, ეხლა წესები კი არის. მაგიტომ უფრო ეს Muay-Thai-ის ელემენტები ძალიან ბევრი მინახავს ეხლა MMA-შიც და ძალიან აქტიურად იყენებენ და ჭიდაობა დაგემატა შენ შემთხვევაში, ხო? ჭიდაობა ჯიუ-ჯიტსუ კი, გამოვიდა ესე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალი იყო ჩემთვის ჭიდაობა, გამომივიდა უფრო კარგად ვიდრე Muay Thai, ხო. იმიტომ რომ Muay Thai-ისთვის დაბალი ვიყავი და იქ უფრო ესეთი თუ მაღალი ხარგზელი ხელები გაქვს, უფრო მარტივად მოიგებ და მე კიდე სულ სხვანაირი აღნაღობის ბავშვი ვიყავი, ხო და ჭიდაობაში რომ შევედი და ძალიან კარგად გამომივიდა 1 წელი არა, მაგრამ 2 წელში უკვე მაგ დროს მოსკოვი მოვიგე, რუსეთი მოვიგე, მსოფლიო მოვიგე და ძალიან დიდი მიღწევები მქონდა. ხო და ეს რამდენი წლის იყავი მაგ დროს?
მაგ დროს ვიყავი 21-ის ვიქნებოდი. აჩა, ძალიან მაგარი. ხო და მშობლებს მაშინ უთხარი რატო ბავშვობაში არ მიმიყვანეთ ჭიდაობაში დღეს მეთქი ოლიმპიადის 17 წლიდან დაიწყე და 21-ისა მსოფლიო მოიგე. იმიტომ რომ როგორც წესი მაგ დროს აი ნებისმიერ სპორტსმენს რომ შეეკითხო, აი ბავშვი რომ მაგ დროს მივიდეს, ყველა გეუბნება რომ დაგვიანებულია. გააჩნია რა სპორტში. ახლა მე ვფიქრობ, რომ 17 წლის რო ვიყო და შევიდე თავისუფალ ჭიდაობაში ან ჯუდოში, რაც სპორტი არის ოლიმპიური, მაგაში არ მგონია ძალიან დიდი მიღწევები რო შეიძლება რაღაც დონეზე გახვიდე, აი დაუშვათ საქართველოს მოიგო, ევროპაზე რაღაც ადგილი მოიგო, მაგრამ ოლიმპიური დონე და მსოფლიოს დონე არ მგონია რომ გახდე 17 წლის რო დაიწყე. ეხლა რა მაინტერესებს, საქართველოში როდის წამოხვედით? საქართველოში წამოვედი ზუსტად იმ დროს, რომ ესე გამოვიდა, რომ მე რომ მოვიგე ქამარი, მაგ დროს იყო ჩემი მეხუთე კურსი უნივერსიტეტის. ხო და ეს ბრძოლა ჩავატარე და მე უკვე დიპლომის ჩასაბარებელი დრო, ჩავაბარე, დიპლომიც ავიღე, დაამთავრე სწავლა და რა ხარ პროფესიით? სკოლის მასწავლებელი ვარ, ფიზკულტურის. ოკეი, ფიზკულტურის ოკეი. მაინც ფიზიკური აქტივობაა და რაღაცა და მეთქი მეტყვის რაღაცა. თავიდან 17 წლის ხო დავიწყე და ეს გამოდიოდა 1 წლით ადრე სანამ სკოლა დაამთავრე რა, ანუ მე-11 კლასი გამოდიოდა ზუსტად და სამ სპორტით დავიწყე ვარჯიში. მაგ დროს ფიქრობდი, რომ ეკონომიურზე ჩავაბარებ და სხვა მიმართულებით ფიქრობდი, მაგრამ მაგ დროს როცა უკვე ძალიან მომეწონა ეს სპორტი, ეგრევე უთხარი მშობლებს, მეთქი ფულს დახარჯავთ უაზროდ, მეთქი არ ვისწავლე ვიცი და ეხლა იმდენად მომწონს ეს სპორტი, რომ თუ გინდათ რომ ისწავლოთ, მაშინ სპორტის მიმართ უნდა ვისწავლო, რომ ძალიან ხელიც არ შემიშალოს, იმიტომ რომ პროფესიონალურად მინდა ვარჯიში და ეხლა მსოფლიოზე რო ემზადება, დღეში 2-ჯერ 3-ჯერ უნდა ივარჯიშო და ეკონომიკაზე თუ სწავლა, ვერავინ ვერ გაგიგებს და არ გეტყვის, კაი, არა უშავს გააცდინე და მე ის მოხალ ჩააბარებ, რა თქმა უნდა. ისედაც ძალის ყომა სხვანაირად ჭირდება იგი. კი. დროის გამონახვა სხვანაირად ჭირდება და. მიუხედავად მაგისა, მაინც გამიჭირდა უნივერსიტეტის დამთავრება. მაგრამ კი, აი გამოდის ესე დაემთხვა, რომ ქამარი რო ვებზადებოდი ქამარზე, მაგ დროს ზუსტად იყო ზამთრის ჩაბარებები. მომიწია მე მაგის მერე ჩაბარება, მაგრამ ვიწვალე მე უკვე დიპლომი და ეს ყველაფერი რო ჩავაბარე, უკვე დედაჩემსაც და მამაჩემსაც უთხარი, რომ მეთქი უკვე ყველაფერი, რავი, სკოლაში ვისწავლე, უნივერსიტეტი დაამთავრე, რაღაც დამჭირდა და მეთქი მოდი წამოვიდეთ ახლა საქართველოში, ძალიან მონატრებული მქონდა და მაშინ პირველად ჩამოვედი. აქ დაიბადე და მე გადახვედი? რამდენი წლის იყავი რომ იქით გადახვედით? მე მგონი 1-4 წლის ვიქნებოდი. და როგორ ქონდა მონატრებული, რა გახსოვდა აქედან რომ მონატრებული? სხვათა შორის სულ ჩამოდიოდი. რაღაცები ცოტა მახსოვს, სიბნელე, აი ძალიან ცუდი დრო. ეს გენატრებოდა? არა, არ გენატრებოდა. იყო ესე რომ ანუ ზოგადად ადგილი კი არ მენატრებოდა, სადაც ვიყავი ახლა. არც სახლი, არც უბანი, რაღაც ესეთი მე არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ სახლში მაგალითად მამაჩემი სულ მიგზავნიდა სხვა ენას ლაპარაკი, რუსულად ლაპარაკი. ლაპარაკობდი მარტო ქართულად. მაგის გამო ქართულად დღეს ლაპარაკობ კარგად, იმიტომ რომ არ დავივიწყე. პირველი ენა, რომელზეც ლაპარაკი ზოგადად დავიწყე, ისიც ქართული იყო, დედაენა, დედაჩემი მასწავლა ქართული წერა კითხვა ქართულად. და ესე დავიწყე და მე აი არ ვიცი, აი რო ცხოვრობ, მაინც მე ვფიქრობ გძნობ, რომ არ არის შენი კულტურა და რო ხედავ, თან სტუმრად რომ მოდიხარ, აი მაინც ჩამოდიოდით საქართველოში? პირველად რო აი მის მერე ვიყავი პირველად 15 წლის, მერე 16 წლის ჩამოვედი, აი ზაფხულს ჩამოვედი და ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ ის ორჩემსო გაგისწორდა მოგეწონა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ის იყო, რომ ზოგადად ჩემი მშობლები იმდენად მამაჩემი თუ მეტესი, აი იმდენად პატრიოტი ადამიანი არის და სულ
ქართული ისტორია, ქართული წერა, კითხვა, სულ ქართულ ეკლესიაში დავდიოდეთ, ანუ ქართულ კულტურას, ამ ყველაფერს მოწყვეტილი არასდროს არ ვიყავი და მაგის გამო სულ ვიყავი მონატრებული, რომ აი სულ მინდოდა აი საქართველოს ჩასვლა, სულ ამაყობდი, რომ ქართველი ვიყავი, ჩემი კარიერა რომ დავიწყე პროფესიონალებში, ეგრევე მინდოდა, რომ აი ქართული დროშა მინდა ავაფრია, ყველა რო იცოდეს, რომ ქართველი, ანუ ისეთი სიამაყე მქონდა სულ და სულ მენატრებოდა, სულ მინდოდა ჩამოსვლა. ძალიან მაგარია. დამნე წლის იყავი, რომ საქართველოში გადმოხვედი მერე უკვე 23-24 ვიყავ. დამშობლები მარტივად წამოვიდნენ მაგაზე, რომ ანუ გავხარდათ, კი, გავხარდათ. მამაჩემს ძალიან უნდოდა. ანუ ის მომენტი არ არის, ხა წარმოგიდგენთ მშობლისთვის იქ გააშენეს რაღაცა, უკვე რაღაც თავი იმკვიდრეს და შეიძლება მისცეთ, ხა ისევ აქეთ უნდა წამოვიდნენ, ახლიდან თავი დაიმკვიდრონ. ზოგადად ესეთი ოჯახი მყავს, რომ სულ მოგვიწევდა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება. უბრალოდ ესე გამოვიდა, რომ დიდი ხანი ვცხოვრობდით მოსკოვში. და კიდევ რა ქვეყანაში იყავი, ბოდის ჩაგკითხე. უკრაინაში ცხოვრობდი, თურქეთში ცხოვრობდით, ну იძულებულები ვიყავით. ზოგადად ახლა ყველა იცის, მამაჩემი ქურდი რო არის და დაჭერილი არის და ну ესეთი ამბავი არის, რომ უკვე მთელი საქართველო იცის მაგაზე, ანუ არ მალავ, მაგრამ მაგ დროს არ ვიძახდი, ანუ იმის გამო, რომ ჩემი ოჯახი იმის გამო რომ პოპულარული ვიყავი, ჩემი ოჯახი რომ რაღაც ისეთ სიტუაციაში არ შეიქმნეს, რომ რაღაცნაირად შევშალოს, არ ვიძახდი მაგას, მაგრამ მე უკვე საქართველოში რომ ჩამოვედით, ისეთ სიტუაციები შეიქმნა, რომ იძულებული გავხდი, რომ მე არ ვიცოდი ბაპატის ჩემი არაო შესაძლო, ყველა ადრე ვაფშე არავინ არ იცოდა, მარტო ოჯახის წევრები, მეგობრები. იმის გამო მაშინ ეს პრობლემა იქნებოდა ერთ ქვეყანაში, მე გადადიოდით მეორე ქვეყანაში, ოკეი, მივხვდი. და ესე დამოგზაურობდი. ესე გამოვიდა, რომ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ზუსტად მაგ დროს უკვე პრობლემები შეიქმნა მანდ და მაგის გამო უკვე წასული იყო და მაგ დროს ცხოვრობდა უკვე უკრაინაში. მაგრამ დედაჩემი უთხრა, რომ ახლა ბავშვი ახლა სწავლობსო და ციგნებივით იქით-აქეთ რო არ ვიაროთ, სწავლობ და ამთავროსო და მე გადმოვალთო. და ზუსტად აი 5 წელი გამოდიოდა ესე, რომ დავდიოდით უკრაინაში, აი როცა დიდი არდადეგები მქონდა ზაფხული ზამთარი და ცხოვრობდით მოსკოვში და მე უკვე რო დაამთავრე, გადმოვედით მამაჩემთან. და ეს როგორ მოქმედებდა შენზე რაღაცნაირად, ანუ ან თუნდაც აი კარიერულად შეუქმნია ამას შენთვის პრობლემა? კარიერულად რო ვიძახი, რომ არავინ არ იცოდა, მართლა ესე იყო, რომ აი ოჯახის წევრი და ახლო მეგობრები ესე იცოდნენ, ანუ არასდროს არავინ მახსოვს, რომ ბევრჯერ მამაჩემს ურეკავდნენ ზვაკაცები და ებდა, კი ვიცოდითო, რომ გოგო ყავსო, მაგრამ ეს ლიანა რო შენი შვილი არისო, არ გვეგონა, ანუ ესე გამოდიოდა, მაინც ანუ ბოლომდე არ იცოდნენ, რომ აი მამაჩემი არის. მაგრამ უფრო რაც მოქმედებდა ჩემ კარიერას და მენტალობაზე არის, რომ აი ძალიან ისეთი ცუდი სიტუაციები იყო მამაჩემის მიმართ, აი პრობლემები რაც პროფესიის გამო შეექმნებოდა, ეს ჩემზე რა თქმა უნდა მოქმედებდა და ეხლაც იმოქმედა. აი ბოლოს იმოქმედა 1 წლის უკან რო დაიჭირეს, იმდენად დასტრესული ვიყავი, თან ესე დაემთხვა, რომ ზუსტად მამაჩემი აი ეს ამბავი მოხდა ერთ კვირაში, როცა ბრძოლა უნდა მქონდა და უკვე ურეკავდი ვინც ატარებდა და მეთქი არ მინდა, მეთქი იმდენად დასტრესული ვარ და მამაჩემის საქმეებში ჩარეული ვარ, რომ არც ვფიქრობ მეთქი ბრძოლაზე, არ მინდა და ისე მთხოვეს, რომ არა გამოდიოდ და გამოვედი, მაგრამ აი ზუსტად მახსოვს, რომ გამოვედი ბრძოლაზეც კი არ ვფიქრობ, კი მოგებული მაქვს, მაგრამ მართლა არც მიფი სულ სხვაგან ვიყავი. ეგრე მაგ ბრაზმა მოგაგებინა ეს. ხო არის ხანდახან რომ ეს ბრაზი ბრაზიანი არ ვიყავი სხვათა შორის, ანუ ბრაზმა მაშინ მიმართ არ ქონდა, ან რაღაცა ეს გულისწყრომა, რომ რაღა ეხლა დაუშვათ. ну აგრესია, ანუ მამაჩემის მიმართ კი არა, ანუ ზოგადად უფრო აი მამაჩემის მიმართ, რომ არასწორად რო იქ როგორ ავთქვა, ნისპრევედლива როგორ არის ეს არასამართლიანი. აი არასამართლიანად რო ხდება რაღაცა, მაგაზე მაგრა ბრაზდები და მაგარი აგრესია მაქვს მაგ მიმართ.
მამაშენის მიმართ ხდებოდა არასამართლიანობა თუ მამაშენი იქცეოდა არასამართლიანად? მამაშენის მიმართ. მამაშენის მიმართ. ზოგადად ისედაც უცხო ადამიანზე რო დავინახო, მაგაზე უკვე ვღიზიანდები, რომ რაღაც ამას არასამართლიანი ხდება და არ შემიძლია რომ გავიარო და არაფერი არ თქვა. და ეხლა ოჯახის წევრი და მამაჩემი რო არის, მამაჩემი ჩემთვის ყველაზე დიდი კაცი არის ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და ეხლა მამაჩემზე რაღაც ესეთი უსამართლო ვერ ხარ, რა თქმა უნდა, ძალიან სტრესი. ისე ოჯახში როგორ ის მაინტერესებდა ქურდის ოჯახი, თვითონ შიგნით სითბო იყო თუ იყო? სითბოში ხარ გაზ? მამაჩემი ზოგადად ჩვენ, რა ვიცი, ესე რო არ ვთქვათ პროფესიებზე, უბრალო ოჯახი არის აბსოლუტურად. დედაჩემი უბრალოდ დიასახლისი არის, მამაჩემი რა ვიცი, თან ესეთი კაცი არის, არც кейფი რაღაც ესეთი დედათ არ უყვარს, სახლში ზის, ანუ არანაირ პრობლემებს არასდროს, არ იქნებოდა იმის გარდა, რომ ამ პროფესიის გამო რაღაცა ესეთი შეიძლება მოვხდარიყო. სახლში ვიყავით, ეხლა დავუშვათ თურქეთში, რომ მოსკოვშიც რო ვცხოვრობდი, მახსოვს ესე, რომ ანუ უბრალოდ ჩვენი დღე გადიოდა ესე. ახლა მე სკოლაში ვისწავლი, მოვალდე და ჩემი წამიყვანს, აი მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, ხანდიკ დავდიოდი, წამიყვანს, მომიყვანს, კვირაობით ეკლესიაში დავდიოდით, მე ჩემი მამაჩემის, დედაჩემის ძალიან სპორტულები იყვნენ, სხვათა შორის მამაჩემი რომ მეუბნა რა გაირჩია ეს სპორტი, მახსენდება რომ პატარა რო ვიყავი, მამაჩემი მასწავლიდა დარტყმებს და ლაპები ქონდა და მასწავლიდა აი ესე და დაარტყავ, მახსოვს ესა. მე რატო უკვირს რომ ბოლოს და ბოლოს ესე და თან დღესთან ცხოვრობდით. აი ფაქტიურად ყოველ დილას თან ძაღლი ყავდა და ყოველ დილას გამოვდიოდით მე, დედაჩემი, მამაჩემი, დარბოდით ტყეში. აი ჩეულებრივი ოჯახი. დედის ერთ ახარლიანა? კი. ხო, ანუ ესე იგი ძალიან იმათ ფაქტიურად შენი მშობლები ყოფილან აი შენი სპორტული რაღაც კარიერის ასე ვთქვათ ჩანასახი და ბავშვობიდან ფიზიკურ აქტივობასთან იყავი ძალიან ახლოს. კი, ეხლაც რომ მამაჩემს რო უყურებ, ახლა 60 წლის ხდება და ანუ ისეთ ფორმაში არის, არც მუცელი არა, ანუ ის დაკუნთული არის, კაი ფორმაში არის. დედაჩემს ახალგაზრდად გამოიყურება, არა და დედაჩემი რო გაყვაცალა ძალიან ლამაზი, ეხლაც ლამაზი არის, მაგრამ მაშინ აი ძალიან ლამაზი იყო, მეთქი მამაჩემი უფრო თავის თავსაც უვლის და ეს სპორტული არის, კარგად იკვება და ჯანსაღი ადამიანია. დედა გადაყვა სახლის საქმეებს. როდესაც სპორტსმენი განსაკუთრებით გოგო ხარ, მე ვარ პერსონალური მწვრთნელი და აქეთ მხარეს ეს ჰორმონალური მხარე გოგოების განსაკუთრებით, ხო? რაღაცა ძალიან ქეკავ ხოლმე ძალიან ხშირად რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცვლილება გვაქვს, იქ ციკლი არის, იქ ეს არის, ის არის. როდესაც შეჯიბრზე გადიხარ. ერთი ისიც განვიხილოთ, რომ ციკლი როდესაც ემთხვევა რა ხდება მაგ დროს არის თუ არა ხელოვნურად გადადება რაღაც აბების მიღება რომ დავშოთ ციკლი მაგ დროს არ მოვიდეს და მე გადაიდოს და მეორე საკითხი ძალიან მაინტერესებს აი წონის კლება რომ მიდის ხოლმე გოგოებშიც აუცილებელი არის ესე რაღაცა რადიკალური წონის კლება ის ძალის დატოვება იმ დარტყმის სიძლიერის დატოვება და ასე შემდეგ მოდი იქიდან დავიწყოთ ჯერ როცა ციკლი ემთხვევა სპორტსმენს როცა უწევს შეჯიბრი მაგ დროს რა ხდება შეიძლება ითქვას რომ ეგ ბრძოლა შეიძლება წაგებული იყოს უეჭველი? აი მე მაგაში მიმართლებს რომ არასდროს არ მქონდეს რომ ზუსტად ზოგადად სულ ვერიდები თავს პირველი 2 დღე არ ვარჯიშობ არასდროს სულ ვისვენებ ხო და ბრძოლაშიც არ მახსოვს რომ ესე აი პირველ 2 დღეს იყოს ხო მაგრამ ეს როგორი პრაქტიკა არის არ გაქვს შეეხება შენ გოგოებთან დავშოთ ხო გოგოებთან რომ დავშოთ კი ემთხვევა და რა შვებიან ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ეს არის წონის კლევა და მეც ერთხელ რომ დაემთხვა ზუსტად მაგ დროს წონა ვერ ჩავაბარე ეს იყო ჩემი ბოლო UFC-ის ბრძოლა და თან ძალიან ბევრ წონას ვიკლებდი ხო და ვერაფრით ვერ მიდიოდა არა და ორჯერ ჩაბარებული მქონდა ეს წონა მაქამდე და აი პროს გაჩერდა და არ მიდის ეს იმ დღეებში როცა დანიშნული გაქვს წონის ჩაბარება მაგას ლაპარაკობ მაგას ამბობ ხო ერთი დღით ადრე აბარებ წონას ერთი დღით ადრე და მაგ დროს ციკლი გაქვს
შეკავებული წყალი, შეკავებული კი, შეკავებული შეშუპებული. და წყალით ვიკლებ ბოლო კილოებს და წყალი რო ვეღარ მიდის, საუნაში ვიყავი, ვანაში ჩამს ეს რა გავაკეთე, აღარ მომდის ოფლი, აი ვერანაირად და აზრი არ არის. და ანუ რა ხდება მაგ დროს? ვერაბარებ წონას. აი ესეთი პრობლემაა. და წონას რო ვერაბარებ რა ხდება მაგ დროს? ანუ შეჯიბრზე ვერ გადიხარ? გაშნია რამდენი არ ჩააბარე, მე მაშინ რა ვიცი 400 გრამი შეიძლება. ნუ რაღაც ისეთი არ იყო, მაგრამ ჩამიჭერს რაღაც 30% წაეო ჩემი ოპონენტი, ჩემი ხელფასიდან ესეთი. ანუ ბრძოლა შედგა? კი, შეიძლება უარიც თქვას. მაგრამ შეიძლება უარი თქვას, შეიძლება თქვას პროცენტი უნდა მისცე, შეიძლება 5, 10, 20, 30, მაგი მაქსიმალურად შეიძლება ამოწურა. ანუ შენ რაც არ უნდა მოიგო, ბრძოლა რომ მოიგო, მაინც იმას 30% მიაქვს? კი. ხედავ შენ. პოდკასტის წარმდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. რამდენ კილოს იკლებ ხოლმე შეჯიბრამდე? აი ლუფტი რამდენია ეს? თუ ან ძალიან ბევრი რაც დამიკლია, აი 15 კილო არის, 15-16 ამდენი და ძალიან მიჭირდა. 15-16 რა პერიოდზე არის საუბარი? ერთ თვეში 15 კილო ხوارხატ. ღმერთ ურთულესია ქალისთვის. ძალიან ცუდი იყო და მაგის მერე აღარ ვაკეთებ ეს. და რა დაგებართა? ესე გამოვიდა ეს მახსოვს ისე მახსოვს რომ ძალიან სასაცილო იყო ერთ მხრივ სასაცილო იყო მახსოვს კოვიდი დაიწყო მაშინ და ახლა ხომ სოფლიოში ამბავი იყო რომ всё ყველა ვკოდებით ის აპოკალიფსისი არის ის და თორმე ეპსტინის შეთეთხნილი პანდემია ყოფილა მაგ დროს ჩვენ ცხოვრობდით თურქეთში ხო და თურქეთში იყო ესეთი ძალიან მკაცრი ლოკდაუნი რომ სახლიდანაც რომ გახვიდე და რაღაცა იყიდო საჭმელი ეს კი პრობლემა იყო რაც საათები იყო სულ ზიხარ სახლში ხო და ზიხარ სახლში სერიალებს უყურებ გასუქებული ვარ სასწარ ორივით ვარ ხო და დედაჩემ ვიყურებს და მეუბნება შვილო ეხლა ბძოლა რო შემოგთავაზონო რა ხელახარო რას გააკეთებო ხო მაგრამ ვარჯიშობდი როგორ ვარჯიშობდი ვერც ვარჯიშობდი ვერაფერი და დედაჩ всё მეთქი რა ბძოლა მე ვკოდებით აპოკალიფსისი არის ლოკდაუნი ეფს ვეოდე ზუსტად მეორე დღეს მომდის ბეილზე ანუ არც შემეკითხე სიჩხუბებ თუ არ იჩხუბებ მაგამდე მქონდა ბძოლა ჩანიშნული და ჩაიშალა კოვიდის გამო ხო და მე მეკოდა რომ всё აღარ მეკდება ზოგადად ბძოლები ნუ რაღაც პერიოდი რომ სანამ არ დაალაგდება ეს ხო და მომდის ემეილზე რომ ერთ თვეში მაგ ბძოლა და მეთქი რა მენეჯერს ურეკავდა მეთქი ესეთი იმეილი მომივიდა მეთქი რა ხდება და ხო ერთ თვეში ბძოლა გაქო კაი სხვა შორის მომზადება მქონდა მოვიგე ის ბძოლაც და ზოგადად კაი ვარჯიშები მქონდა თანაც ახლა ესეთ პერიოდში როცა ხალხი არ გამოდიოდა სახლებიდან და მაგ დროს რომ მოემზადე ნორმალურად ესეც კი გასაკვირვი იყო ხო და მაშინ მომიყევი ეგ პროცესი რატო იყო ცუდი და უშოთ გეუბნები რომ ერთ თვეში ბრძოლა გაქვს და დასაკლები გაქვს 15 კილოგრამი კი თან პირველად ჩამოვდიოდი აი ამ პატარა წონაში რამდენ კილოიანში გადიოდი მაშინ გამოდის 57 5 და 57-ია, ხო? კი. აი ამ წონაში პირველად გამოვდიოდი და 15 კილოს ვიყავი ხორრივით მსუქანი ვიყავი. როგორ კენგი ხო წავიდა? ვაფშე არ ვარჯიშობდი. ოღონდ ახლა ლიანორესაც მოყვება თქვენ არ უნდა გაიმეოროთ. არ გაიმეოროთ მართლა. აი ზუსტად ციკლის გამო მქონდა პრობლემები, მახსოვს რომ ესე ანუ მაგის მე არ გავიმეორე და მახსოვს რომ რაღაც ერთი თვე თუ ორი თვე აი ციკლი არ მოგივიდა. კი, ანუ პირველად ხო არასდროს პრობლემები არ მქონდა, პირველად არ მომივიდა, მეთქი, ანუ არასდროს მეთქი მაგას არ გავიმეორე. იმიტომ რომ მაინც ახლა ჩემ ანუ გათხოვილი არ ვარ, ბავშვები ჯერ ამბავს, უვლი რომ ბავშვები მინდა რომ ყავდეს და ძალიან ნერვიულობ. ისედაც ქალის ორგანიზმის ჯანმრთელობა განისაზღვრება ციკლის ჯანმრთელობით, ამიტომ ციკლზე სხვადასხვა მაგის გამო, ანუ ვიცი რომ ზოგი სპორტსმენები იყენებდნენ ტაბლეტებს და სხვა რაღაცეებს, რომ ციკლი
გადაიტანოთ, მაგრამ ვიცი რომ ციკლის გადატანა ხელოვნურად არ შეიძლება და მაგას არასდროს არ ვაკეთებდი. შეჯიბრით, მაგრამ მე ბავშვები მეყოლება უფრო ძვირფასი არის რაც შეჯიბრები. ხო და დავიკელი როგორ აბსოლუტური არა შიმშილი არა ხუნდა ივარჯიშო ძალა თუ არ გაქვს ვერანაირად დეფიციტ კალორიის ხანაერად ვერ გამოვიდოდე მაგრამ ანუ რადგან ერთ თვეში ქონდა ხო არის დავუშვათ დეფიციტი 300 კალორიის დეფიციტი ან 500 კალორიის დეფიციტი შენ დაგჭირდებოდა უფრო მეტი კალორიული დეფიციტი დაგჭირდებოდა რომ ესეც ლამის 700 კალორიას ვჭამდი დღეში და მე ფიქრობდი რომ გავიმარტივებდი ცხოვრებას და დავაზაკაზებდი საჭმელს რომელსაც ყოველდღიურად მომიტანდნენ ხო და ისე არ მომეწონა იმიტომ რომ ადრე ხა ვიკლებდი და ნამუშევარი მქონდა დიეტოლოგებთან და იმდენად არ მომეწონა ვიცოდი რომ აი ძალიან ცუდი იყო რა და ერთი კვირაში ვეცადე და მე შევცვალე და მე თვითონ ვაკეთებდი საჭმელებს იმიტომ რომ თურქეთში ესეთი კულტურა ჯანსაღი დაკლების არის და იძულებული ვიყავი მე თვითონ დამეკლო და თვითონ პროცესში ხასიათზე როგორ მოქმედებდა ისეთი საზღარი ვარ სასწაულად კლების პროცესში ხარ საზღარი ხო? აუ ისტერიკები საზღარი მშიერი თან ესეთი ადამიანი ვარ წონას რო არ ვიყებ ზოგადად მშიერი რო ვარ ყველა ჩემი მეგობარი იცის რომ ჯობია დიდად არ გამახიზიანოს აი ესეთი აი და მე უკვე რომ წავალ შევჭამთ უკვე კაი ხასიათი მოდიარ და ლაპარაკს ვიწყებ და ყველა მაგაზე გადაობს რომ აი ნუ საჭმლის გამო კი ხასიათი მეცვლება ძალიან ხო და ახლა რა თქმა უნდა წონას რო ვიკლებდი აი ძალიან საზიზღარი ვიყავი ისტერიჩკა აი ჩხუბი ესაი მაგრამ ის ბრძოლა მოიგე შენ. კი, მოიგე. ის ბრძოლა მოიგე. იცი აი რაღაცა კარგად მინდა რომ მოვყვეთ აი ეს კვებითი ჩვევები შენთვის როგორი მნიშვნელოვანი არის, როგორ მოქმედებს დაუშვათ თუ ქონია პრაქტიკაში აი რაღაცა კვება აგირებია და მე აი ეს არევა ასახულა შენს პერფორმანსზე. ხო ეს პრობლემა მაქვს მინდა ზოგადად რომ უკვე მივიდე იქამდე რომ ვიყვებოდ ნორმალურად მაგრამ საქართველოში ისე მიჭირს ანუ იმდენად ბევრი გებრიელი საჭმელები არის რომ არ შევიდლია დაუშვათ ანუ ვარჯიშობ სულ ხო ეხლა როცა არ ვემზადები კურაში 5 ვარჯიში მაქვს ხო და ვარჯიშს მერე წამო ბურგერი ვჭამოთ ის ჭამოთ ხინკალი ეს და აი მიჭირს ხო და გიჭირს კონტროლი მაგრამ ეს აისახება პერფორმანსზე აისახება იმაში რომ მე თვითონ ვარ დისკომფორტში თან ახლა წლოვანება რო გემატება მეტაბოლიზმის ხო იცვლება და უფრო ძნელი არის წონის დაკლება რა თქმა უნდა და ახლა ყველაფერს რო ჭამ რო იხედები ახლა სარკეში ხედავ რომ არ ხარ კაი ფორმაში და ეს არის ყველას ძირითადი პრობლემა როგორ გადაინაცვლე UFC ანუ როგორ ხდება ეგ სტრუქტურა შემოგთავაზეს თუ შენმა მენეჯერმა იჩალიჩა თუ აი როგორ ხდება UFC-ზე მოხვედრა ზუსტად გამოვიდა ესე რომ მოვიგე ეს კამარი Fight Nights-ის კამარი მაშინ კაი ორგანიზაცია იყო ხო და სოფლიოში ვიყავი ათეულში რეიტინგში ხო და ათეულში რო ვიყავ ვიცოდი რომ უკვე შანსი მქონდა UFC-ში მოწერის ხელი მაგრამ იმის გამო რომ კამარზე მქონდა ბრძოლა მქონდა მაგათთან კონტრაქტი 2 წლიანი თუ არ ვცდები. რა 2 წელი არცად კომპანიას არ უნდა ეკარ. მაგრამ დაემთხვა ესე რომ მაგ დროს ზუსტად დაკარგეს თავისი მთავარი სპონსორი. არ მახსოვს მაგის სახელი, მაგრამ დაიჭრის ის კაცი. ხო და ნელ-ნელა დაინგრა ეს კომპანია. ზუსტად მაგის გამო. ის კონტრაქტიც ანულირდა. კი და ზუსტად მაგ დროს მე ვთხარი მეთქი მინდა რომ ანუ ვერ მოვაწერებდი ხელს ვერც UFC-ში ვერსად, სანამ არ გამიუქნებდნენ კონტრაქტს და გამიუქნეს კონტრაქტი და ზუსტად 1 წელში ვიყავი უკვე UFC-ში. და როგორ? ნუ მაგ დროს უკვე ათეულში რო ვიყავი, ვიცოდი რომ უეჭველი ვიქნებოდი UFC-ში. ეს მენეჯერი აკეთებს ამ ყველაფერს თუ შენ თვითონ? მენეჯერი ელაპარაკებოდა, სხვადასხვა მენეჯერები მაშინ ველაპარაკებოდი. ანუ უეჭველი გარანტიულად მეუბნებოდეთ მაგ დროს რომ აი ბელატორშიო 100%-იანი მოგაწერინებთ ხელს და მე აი ცუდი არის შეიძლება თუ კარგი არის მაგრამ აი დარწმუნებული ვიყავი რომ მე იმ დროს უკვე შემეძლო UFC-ში რო აღმოჩნდა იმიტომ რომ ათეულში ვიყავი და ჩემპიონი ვიყავი და უეჭველი შემეძლო UFC-ში და
ერთი მენეჯერი იყო, რომელიც მაშინ მითხრა, რომ მეო გარანტიას გაძლევო, რომ UFC-ში კონტრაქტს გაგიფორმებო. просто დაუჯერეს სიტყვაზე, არაფერი კონტრაქტი ჩვენ არ გაგვიფორმია და ეს კაცი რაღაც 3 თვე გასული იყო რაღაც ესე, სანამ მოელაპარაკა რაღაცები. ამ დროს შესათხარ საქართველოში თუ? ამ დროს უკვე საქართველოში. კი. ჩეულებრივად გამომიგზავნა კონტრაქტი UFC-სთან. არ შემეკითხა არაფერი, არც კონტრაქტი გავაფორმე მაგასთან არაფერი. აი ფაქტის წინ დამაყენა, რომ всё, ხელი მოაწერეო ხელი UFC-ში ხარო და მართლა ესე ამიხდა. და ანუ აფრიალი საქართველოს დროშა ერთხელ კი წაგებულები მქონდა მე. პირველი ბრძოლა წავაგე, ძალიან ინერვიულე, მე მეორე ბრძოლა მოვიგე და მესამე ბრძოლაზე გატეხილი ცხვირი მქონდა გააჩერეს. და მესამე უკვე ლას-ვეგასში ვიჩხუბე ზუსტად მაგ დროს წონა რო ვერ ჩავაბარე. გასაგები. იც რა მაინტერესებს, გოგოსთვის ახშენ ისეთ რაღაცა სხვები, რომ ხანდახან არ ვიცი რუსეთში, თურქეთში, თუნდაც უკრაინაში არ ვიცი როგორ დამოკიდებულება, მაგრამ საქართველოს საზოგადოება ცოტა ისეთი არის რა, ესე გოგო ძალოსნებს და იმას ცოტა ვერ იღებს რაღაცნაირად. უფრო მეტად კრიტიკულია, სანამ არ დაამტკიცებს ადამიანი და მართლა დროშებს არ ააფრიალებს და სანამ მთელი მსოფლიო არ აღიარებს, მანამდე ქართული საზოგადოება ვერ იღებს ხოლმე. შენ თუ გქონია ეს მომენტი რაღაც საზოგადოების მხრიდან გიგრძნია თუ შენ აქ უკვე ჩემპიონი ჩამოხვედი პრინციპში? აქ უკვე ჩემპიონი ჩამოვედი, მაგრამ მივხვდი რომ სახეზე არ მიცნობდნენ. ანუ ბრძოლაზე რო გამოდიო ხო კიკინები მიგე ცხვირი გატეხელი ვარ და სხვანაირად ვერ მიცნობდნენ, ეს მივხვდი მაშინ. იმიტომ რომ ერთხელ ესეთი სიტუაცია მოხდა, რომ ვიღაცი, ჩემი მშობლების ხელა კაცი იყო და რაღაც ლაპარაკი დავიწყეთ რა ერთმანეთში და მეკითხეო შენ რა საქმიანობ სად მუშაობ და მეთქი მე სპორტსმენი ვარ და რა სპორტშია და მეთქი ბრძოლა წესების გარეშე და ეს კაცი მეუბნება რომ რა ბრძოლა წესების გარეშე ეს რა ესე რა ემემაო და მე ერთ გოგოს ვიცნობო არის მსოფლიო ჩემპიონიო და უყურებდა ახლა მსოფლიო ჩემპიონი ჩემს გარდა არავინ არაა და მეთქი ხო და მეთქი რა ქვია იმ გოგოს და ლიანა ჯოჯოაო და უყურებდა მეთქი მე ვარ ლიანა ჯოჯო ოიო მართლა ანუ მაშინ მივხვდი რომ სახეზე არ მიცნობდნენ და მე უკვე ნელ-ნელა საქართველოში რო ჩამოვედი, ხან ერთ ტელევიზიაში დამპატი მეორეში, მე შოუში მივიღე მონაწილეობა და უკვე სახეზე მიცნეს ეს ნელ-ნელა კი. მაგრამ ესე რომ აი საზოგადოების მხრიდან რაღაც წნეხი ან რაღაცა ეს ქალი ვიცი სამზარეულოში, ნუ ეხლა აღარა თქმა უნდა ეგ მომენტი, მაგრამ ეგ თუ გიგრძნია შენ რაღაცა ეგ ვაიბირო? კი, არის, რა თქმა უნდა. რუსეთშიც იყო ეს. რუსეთში საქართველოში კიდე მაინც მე ვფიქრობ, შეიძლება ესე უხეშად არ გითხრან. რუსეთში უფრო უხეშად შეიძლება გითხრან, აუ რა ქალის საქმე არისო ისეს, მაგრამ რუსეთში უფრო მაინც ბევრი ქალები არიან სპორტში და წარმატებულები. თავისუფალ ჭიდაობაში, ჯუდოში, იმაში, სამბოში, ვისაც მე შევხვდი ზუსტად კამარზე ის იყო მაგათი ვარსკვლავი 5-ჯერ მსოფლიო მოგებული სამბოში და ესეთი ძალიან მაგარი სპორტსმენი იყო. ანუ მიხვდათ იმისა, რომ მაგათ ესეთი სტერეოტიპები ქონდათ, ძალიან მაგარი ქალი სპორტსმენები ყავთ მართლა. და საქართველოში კაი გოგოების სპორტსმენები ესეთ სპორტში არის ძალიან იშვიათი. ძალიან ცოტა. კი, ძალიან ცოტა. აი ხა შენ რაღაც მომენტში ხო გაგიმართლა კიდევაც რომ იქ დაიწყე, იმიტომ რომ მე გამიგე ესეთი ისტორიები, რომ ხა ძიუდოში იქნება თუ რაღაცა რეგიონებში განსაკუთრებით გოგოები ან ჭიდაობაში რომ ვარჯიშობენ და თუ ვინმეს მონდომებია თითო როლა ვარჯიშობენ ბიჭებთან ერთად და აი რაღაც მომენტში ერთმა ჩემო ყოფილმა თანამშრომლმა მითხრა გორში მოღვაწეობს მისი გოგონა სხვათა შორის და ბიჭებთან ერთად ვარჯიშობდაო და მწვრთნელი აკონტროლებს რომ იქ რაღაცა სხვანაირად არ მოხდეს რაღაც ხელის მოკიდება და ნუ რაღაცა იუხერხული მომენტი არის ხო ხა ბიჭთან რო ვარჯიშობ აიგეთ მე ბიჭებთან ვარჯიშობ გოგოებთანაც ვარჯიშობ მაგრამ ბიჭებთან მაინც სადაც არ უნდა ვიყო ამერიკაშიც რო ვიყავი მაინც ესე გამოდის რომ უმეტესობა ვინც არის ამ სპორტში არის კაცები და სულ მოგიწევს კაცებთან მუშაობა სხვანაირად ვერ როგორი განცდა არის აი უხერხულობის მომენტი არა გააქვს
მე ვფიქრობ, როცა ხარ პროფესიონალი და იცი რაც უნდა გააკეთო, ესეთი უხერხული მომენტები არ დაგემართება. მოდი მაშინ შენი პირველი მომენტები. ხო და პირველი მომენტები ეხლა მახსენდება, რომ მაგ დროს რო დავიწყე, ისეთი კაი ტრენერი მყავდა, ისეთი მოხუცი კაცი იყო. მაშინ მითხრა ზუსტად რომ მოდი დედაჩემი მომიყვანა მაშინ და მოდითო, მაგრამ დაქალიც მოიყვანოსო, თავისი წონისო და ზოგადად ესეთი რჩევა მაქვს, ვინც დაწყება უნდა გოგოებს მით უმეტეს, ყველაზე კაი არის, რომ დაქალთან ერთად მივიდნენ და ერთად დაიწყონ, რომელიც აი თქვენი აღნაღობის იქნება და ერთად რო დაიწყოთ და ერთმანეთზე რაღაცები რო ისწავლოთ. და მე უკვე ნელ-ნელა რო სწავლობ, იცი, ესე დაქალს ვისაც ბრძოლა უნდა, ყველაზე ვარდისფერი კიკინებს ესე ბალეტი უნდა. მე მაგ დროს კი და გოგონასთან ერთად მიხვედი და ერთად დავიწყეთ და მე უკვე ნელ-ნელა რო ვისწავლე ტაილანდურ კრივში ახლა არ იქნება ესეთი მომენტები რაღაცი უხერხული შეიძლება უფრო ჭიდაობაში ჭიდაობაში მე ვფიქრობ კი უეჭველე ახალი ვინმე იმიტომ რომ პროფესიონალი რო ხარ არ გექნება ესეთი უხერხული მომენტები იმიტომ რომ იცი რა როგორ უნდა გააკეთო პროფესიონალამდე უნდა მიხვიდე ყველა პროფესიონალი ხარიბად და კი და სანამ მიხვალ მაქამდე მე ვფიქრობ უეჭველე ესეთი უხერხული რაღაცა რო არ დაგემართოს ჯობია რომ გოგოებთან ერთად ან ძალიან რაღაც კაი ესეთი ჯენტლმენი იყოს ხო კაცთან ბრძოლა ანუ გასწავლის რა იმეს როგორც აი შეიძლება რაღაც ან მანერა გადმოიღო ან პირიქით უფრო ბენეფიტური იყოს ბიჭთან, როდესაც ვარჯიშობ, ან ეხლა რასაც ვიტყვი ძალიან გასაკვირვი იქნება, მაგრამ ყველაზე აი კაი ჩხუბი თუ გინდა აი დარბაზში დიდი ალბათობით ნუ თუ პროფილი კაი დონის არის იქნება გოგოსთან ერთად იმიტომ რომ გოგო არასდროს არ დაინდობს ანუ რას წერვები ვარ და მისთან რა ბოხმე იმიტომ რომ ანუ ესე გამოდის რომ თანასწორად ახართ და კაცი მით უმეტეს თუ უფრო შენზე დიდი არის გინდობს რა თქმა უნდა ეხლა არც იქნება ნორმალური რომ ცემაში მოკლას ხო მაგრამ სხვათა შორის დავაკვირდე რომ ბიჭები რომელიც ახალგაზრდები არიან აი 18-მდე ისინი გეჭხუბებიან ისე რომ შეიძლება ცემაში მოკლან თუ გინდა ესეთი ანუ თუ გოგოების ვარიანტი არ არის და გინდა ვიღაცასთან ესე დადგე ვინც ერთმანეთს მოკლავთ ცემაში მაშინ ახალგაზრდა ბიჭი უნდა იყოს მაგრამ ხა ნორმალური იშვიათი არის რომ ხა მე მახსოვდეს რომ ვინმე კაცი ძალიან დაარტყას ხა გოგოს ესა ვარჯიშზე ძალიან იშვიათი არის ძირთადად სულ ხო ანუ იკავებენ თავს ხო სპარინგზე იკავებენ თავს რა საინტერესო და მოდი ბარემ იმას მივადგეთ რომ აი ხლა ახალგაზრდა გოგონები რომლებიც აი ამ სპორტში ფეხს იკიდებენ ან უნდათ თუნდაც აი თავიდან აიყო ის რაღაც ჯერსი რაც შენ დაგეხმარა ის ხასიათი რაც ქონდა რა დაგეხმარა და რა გამოიმუშავე რომ აი ამ სპორტში მიგეხცია წარმატებას მე ვფიქრობ რა გქონდა და რა არ გქონდა რაც გამოიმუშავე რაც მაქვს აი ყველაზე მთავარი არ ვნებდებდი არასდროს აი თუ რაღაცა მიზანი მაქვს აი ჩემ თავში არის ისე კი არ ვთქვიან რაღაც ჩემ თავში თუ არის რომ აი მე მინდა ეს მივაღწიო უეჭველი მაქამდე მივალ მე მახსოვს რომ პირველად რომ გამოვედი შეჯიბზე ჭიდაობაში რუსეთის ჩემპიონატი იყო და კი არ წავაგე ძალიან ცუდად აი ერთი მოგებული მქონდა მეორეზე რომ გამოვედი საჭიდავ ფეხი დამიზიანეს ძალიან ცუდად წავაგე ლამის მომატეხეს მე მესამე ადგილისთვის ჭიდაობაზე გავედი ისიც ლამის ფეხი მომატეხა და აი ძალიან დაზიანებული ვიყავი ძალიან გამწარებული და რომ გამოვედი იმდენად თან ახლა ვიცი რომ ჩემი სპორტი არ არის აი ვეცადე რა ესე არის და რომ გამოვედი მეთქი
ერთ წელში მეთქი რომ ანუ ყოველ წელს ხო ტარდება ეს მეთქი ერთ წელში მეთქი გამო ყველას დედას უტირებ და მოვიგებ ესეთი გამწარებული ვიყავ ანუ ვიცი რომ ჩემ ხასიათში არის ის რომ თუ გამწარებული ვარ უარესი არის ხო აი მაგის გამო გავაკეთე არა და ესეთი ადამიანი არ ვარ რომ აი გავაკეთებ რომ ფული გავაკეთო რომ პოპულარული გავხდე ეს არაფერი არ მაინტერესებს აი რაღაც მიზანი არის ჩემ თავში და ეს უნდა გავაკეთო უეცრელი ხო და ზუსტად ერთ წელში მართლა გამოვედი და მოვიგე ანუ ჟილკიანი ხარ ჟილკიანი ქართულად როგორ არის ჟინიანი ნუ ისე არის მე მგონი ჟილკიანი ხო ჟილკიანი ანუ რაც გაქვს დასახული იმას ჯიუტი ხარ ალბათ ჯიუტი ხარ სწაულად ჯიუტი თუ რაღაცა თუ თქვი ვერა რქებით აწვევი კი ეს მაქვს ხასიათი ეს ძალიან კაია ეს სპორტსმენის და რა არ ქონდა რაც გამოიმუშავე და შეიძინე ნელ-ნელა მე ვფიქრობ ყველაზე დიდი ჩემი შეცდომა იყო ის რომ იმის გამო რომ გადმოვდიოდი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში სტაბილური ერთი ჩემი ტრენერი არ მყავდა და ეს არის მე ვფიქრობ ყველაზე მთავარი როცა მე მყავდა ტრენერი რომელიც აი სულ აკონტროლებდა მუშაობდა ჩემთან ერთად ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა და მე ესე რომ ამერია უკვე მაგრამ უფრო შენ უნარებში რას გთვლი რომ რაც გამოიმუშავე რომელიც მე სულ დისციპლინა ქონდა ყოველთვის თუ გამოიმუშავე დისციპლინა რომ ვემზადები სულ მაქვს აბსოლუტურად რომ ეს გამოიმუშავე თუ ბავშვობიდან ქონდა არა არ ვიტყოდი სხვათა შორის ტრენერი მყავდა ბოქსის საქართველოში ის გარდაიცვალა როლანდი კვაჭაძე და ეს კაცი რომ მავარჯიშებდა იმდენად მიყვარდა ისეთ ძალიან კაი კაცი იყო და ისე მავარჯიშებდა და ზოგადად ისეთი ვარ რომ არასდროს არ ვიტყვი რომ აი ძალიან დავიღალე რაღაც თუ მეტყვის ჩემი ტრენერი და მით უმეტეს ისეთი ტრენერი რომელსაც პატივს ვცემ არასდროს არ ვეტყვი რომ დავიღალი ან რაღაცა ესე არ არის ახლა შეიძლება ერთმანეთში რომ ვივარჯიშოთ აი სპორტმენები ვთქვა რომ აღარ მინდა აღარ გავაკეთებ რაღაც, მაგრამ ტრენერს რომელს პატივცემ, მე არასდროს არაფერს ესეც არ ვეტყვი და რასაც მეტყვის, ყველაფერს გავაკეთებ, ხო და მახსოვს რომ დედაჩემი მოვიდა ის მოინახულოს ჩემი ტრენერი და მოვიდა ვარჯიშზე და ჩემი ტრენერი ეუბნება მაშინ აუ თქვენი შვილიო ისეთი დისციპლინური არისო, ისეთი მონდომებული, სულ მუშაობს, არასდროს არ იყო რომ მითხრასო რომ დავიღალო და დედაჩემი უყურებს და თქვენ ჩემ შვილზე ამბობთ ვერ ვიჯერებო. თქვენ არ იცნობთ თქო თქვენ შვილს და ანუ მართლა ესე არის რომ შენი საქმე რომელიც გიყვარს იმაში ხარ ესე და სხვა არა არა მაგით არ გიცნობ არა სხვა რაღაცაში არ ვიქნები ანუ იდეაში ხარ ძალისხმევა არ გენანება იმაში რასაც სიყვარულით აკეთებ რა კი ძალიან საინტერესო არის და აი ეს სპორტსმენის ხასიათი აი რაში აქეთ ცხოვრება რო ავიღოთ გადგება რაიმეში თუ უბრალოდ მთელი ძალისხმევა სპორტისკენ გაქვს მიმართული ну პირად ცხოვრებაში მაგალითად ახლა როცა ლაპარაკობ შენ ოჯახთან ერთად შენ ნათესავებთან შეყვარებულთან ესე რა თქმა უნდა ნაზი ხარ, თბილი ხარ და ახლა შენ სპორტულ იმას არაჩენ. ნუ შეიძლება თუ რამე ჩხუბი იყოს, გამოაჩინა შენი ხასიათი ცოტა, მაგრამ ისე ძალიან არა. მომართვიანობა ბიჭებს არ უჭირთ შენთან, აი ის ვინც დავშოთ, ან მოეწონე, მაგრამ ამ სპორტში არ არის. გიფრთხიანან რაღაცა. მე უფრო ვფიქრობ, რომ იმის მერე რომ გავხდი სპორტსმენი ბავშვობაში ესეთი ანუ 17 წლამდე არა 20 წლამდე ვიტყვი რომ არ მქონდა ესეთი კაცების ყურადღება არასდროს ხო და უკვე სპორტსმენი წარმატებული რო გავხდი და ამ სპორტში ხო ძირითად კაცები უყურებენ იმდენი ყურადღება უკვე მქონდა კაცების რომ ესეთი რამე ვერ ვიტყვი რომ მიგზნია რომ აი კაცებს ეშინიათ რაღაცა ყურადღება ერთია მაგრამ აი რო გაბედოს რომ გეფლირტავოს რაღაცა იზრუნოს წაგიყვანოს ამოგიყვანოს ანუ რომ მოეწონები რა ადამიანს დეიძე დაკპატიჟოს მე
სიმპათია რო გამოხატოს რაღაც. მაგაში არ მგონია, ანუ ზოგადად ახლა ზოგი ბიჭი ხო არის მორცხვიან რაღაც, შეიძლება ესეთი ვარიანტი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმის გამო რომ აი სპორტსმენი ვარ და შეეშინდეს რაღაცა არა სპორტსმენიც ხარ და სპორტსმენიც ხო? მაგის გამო არ მგონია რომ შეეშინდეს. მე მამაყობ ჩვენი ბიჭებით ყოჩალ ბიჭო ძალიან კარგი. რომ არ შევიმჩნევია ახლა. ძალიან ხო ჩაოლები. შეიძლება იყოს, ანუ შეიძლება არ დავაკვირდი და მართლა ეშინიათ. არა, ეშინია მოდი არ ვთქვა, ეშინია ცუდი სიტყვა. ერიდებ, უფრო მორიდებით არიან. ამაში მე უფრო ვფიქრობ იმის გარდა რომ სპორტსმენი ვარ, კიდე მამაჩემიც ემატება და მამაჩემი რო იციან ვინ არის, კიდე ცალკე მაგას ეშინია. მე გუშინ არ ფშოში ხარ მამაშენის ბარი. მე ვფიქრობ კიდე ისეთი შეიძლება იყოს, რომც მოუნდეთ იციან რომ თუ უნდათ რაღაცა ანუ სერიოზული რაღაცა უნდა იყოს, რაღაცა ცუდი რო არ დაახეთქონ და მაგ ხრივ შეიძლება რაღაცებში თავი შეიკავონ. ნუ უფრო პლუსად შეიძლებაც იყოს რა. ანუ რაღაცა ესეთ ცუდ სიტუაციაში რო არ აღმოჩნდე. იმიტომ რომ იციან რომ შეიძლება ან მევცემო, ან უარესად ოჯახი ჩაერიოს და უარესი მოხდება. ინსტაგრამზე ყავს მილიონ რაღაცა გამომწერი, ეს ამდენი გამომწერი. აი მესიჯების შემოსვლა, ეს ყავს ვინმე ვინც ამას აკონტროლებს, არ შემოდის დავსახე ამდენი კითხვები და რაღაცა ესეთი როგორი აუდიტორია ყავს. ჩემი ინსტაგრამს ვაკონტროლებ მე. არავის არ აქვს ჩემს გარდა მიცდომა ინსტაგრამზე. მაქვს კიდე სხვა გვერდი, რომელზეც ხანდახან რეკლამის გამო მიკავშირდებიან და იმეზე მაგას უკვე სხვა ადამიანი ყავს, რომელიც აკონტროლებს, მაგრამ ძალიან ცუდად აკონტროლებს. მაგრამ კი. და Facebook-შიც მე აროზი ვარ. Facebook-შიც არ ყავს ადმინისტრატორი ხო? გასაგები. ანუ რეკლამებზე მუშაობ ჩვეულებრივად. დიდად რეკლამებს არ ვაკეთებ, მაგრამ თუ ჩემი ასისტენტი ესე ვიტყვით, კარგად დააკვირდა და ნახა რამე კარგი კი შეიძლება. ოკეი. და ეს რუსეთშიც აკეთებდი თუ ეს მხოლოდ აქ დაიწყო? სად დააგრო ეს აუდიტორია? სადაურია შენი აუდიტორია? ეხლა სპონსორებზე რო დავილაპარაკობ, მე სულ რუსული სპონსორები მყავდა ან ამერიკული. არ ვიცი რატო. საქართველოში ერთი ფირმაც კი არ მახსოვს რომ ანუ დაამასპონსოროს, მაგრამ ამერიკაში და რუსეთში სულ ანუ მაგის პრობლემა არასდროს არ მქონდა. ხა რუსეთში არ ცხოვრობ არ მყავს, მაგრამ მაგ დროს რო ცხოვრობდი სულ მაგის პრობლემა არ იყო. ამერიკაშიც რო ჩავდიოდი სულ სპონსორები მყავდა. საქართველოში არა, მაგრამ აუდიტორია ზოგადად ყოველ ჩხუბზე მემატებოდა, მაგას დავაკვირდი. რაც უფრო დიდი ჩხუბი იყო და რაც უფრო დიდ ქართში მეჩხუბა, უფრო ბევრი აუდიტორია მახსოვს 100,000, 200,000. ერთი ჩხუბიდან 200,000 გემატებოდა. ერთი ორი მუშტი ხوار მოვირთყა. მე პროსა ისეთ კაი მენეჯერთან გამიმართლა, ისეთ კაი კარდებში ვიყავი, რომ უეჭველი კი. რაღაც ვერ ავწდი ამას 14-ზე, რომ ერთი ორი მე დრუზონა ჯანდაბას ერთ ფეხს გავა. კიკბოქსზე დავდიოდი. რატომაც არ შეიძლება? ეს იქით ხუმრობით მე სხვათა შორის კი დავდიოდი, მაგრამ სპარინგის პანიკური შიში მქონდა. და უღალოდ რატომ მქონდა იცი შიში? იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ არ დავინდობდი და მე აი რის მეშინოდა, იცი მე რომ არ დავინდობდი, მე ის არ გამებრაზები რომ მაგის მეშინოდა. იმიტომ რომ მეც ეს სპარინგით ან სენსეის ვებრძოლებოდი, ან პრინციპში გოგონებიც იყვნენ იქ, როცა ჯგუფურ იმაზე გავდიოდით ხოლმე. შეკრებებზე რომ გავდიოდით ხოლმე, ხა გოგოებიც იყვნენ და მაგრამ აი რაღაცნაირად აი სპარინგს მაშვებოდი რა, ვაეკონომიურებდი და აი ასე ვერ განვითარდი, მაგრამ მაგაში სპარინგი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მანდ მე ყველას ძალიან მიყვარს სპარინგი. ზოგადად სულ ძირითადად კლუბებში არის ესე, რომ პარასკევს არის სპარინგის დღე. ხო და ხანდახან ესე შემეძლო, რომ დაუშვათ მე არ ვივარჯიშო მთელი კვირა. აი მახსოვს მამაჩემი პირველად რომ დაიჭირეს, ისეთ სტრესში ვიყავი, რომ არც სახლიდან არ გამოვდიოდი, მაგრამ პარასკევს სპარინგის დღეს გამოვდიოდი, მივდიოდი, ვისპარინგებდი და წამოვიდოდი სახეხვდი ყველას ეს დასტრესილი. ხო, დასტრესილი ვიყავი ძალიან. კი, მაგ დროს და ესე იგი სპარინგის სულ მეუბნება და ჩემი სენსეიც რა
ანუ სპარინგს თუ არ აკეთებ, აზრი არ აქვს, ეს ლაპები არის უბრალოდ ლაპებზე გაჩნია რა მიზანი გაქვს. ხო, ხა მე შეჯიბრებს და იმაზე არ შეჯიბრებს თუ არ გამოდიხარ, მე ვფიქრობ არ არის ახლა საჭირო რომ სპარინგი. ახლა ვფიქრობ, ცხვირს რო გავიკეთებ, უკვე რო დავასრულკაიას, თუ ვისპარინგი და გამიტეხეს რა თქინდა ის რა ვარჯიში ხო მაინც მინდა და უეჭველი ვივარჯიშებ ლაპები, ხო. მეც მაგის გამო ხო მეც გამახსენდა რომ მეც გაკეთებული მაქვს ხო და ხო ჩაყრილ ინვესტიციას ხო და ვიზიარი ხელახლა გაკეთება არ გინდა ხო არა ისედაც მე ისე დროს დავიწყე რომ უკვე პროფესია მქონდა უკვე მწვრთნელი ვიყავი და მაგის პარალელურად იმიტომ რომ მაინტერესებდა და ყოველთვის მინდა და რაღაც მან ჩემი გამომეცადა რა შემიძლია ისა გირჩიოთ ისა ჯუჯიტსუ ძალიან მიყვარს ჯუჯიტსუ ზოგადად რა წლოვანების არ უნდა იყოს ყოველთვის შეგიძლია დაიწყო ახლა შემიძლია 44 წლისა მივიდე და ჯუჯიტსუ დავიწყე და აი თან კულტურაც მომტონს კიმანო მე თავისი რანგები არის თეთრი ლურჯი ანუ მე იდეაში კარატეზი დავი უბრალოდ კიკბოქსინგი დავიწყე და ჩემი სენსეი იყო კარატე სპეციალისტი ლევან როგავა არის თუ იცი ხო ლევან როგორა იყო ჩემი სენსეი და ანუ ისე მომხიბლა ისე დამაინტერესა მე ლაპარაკებით მედიტაციებს ვაკეთებინებ და აი მე გეხვეწებიოთ სადე კარატეო და დავიწყეთ და კარატესი და ზუსტად დავრჩი ორსულად და მეხუთე თვეზე ავიღე სტაფილოსფერი კამარის ხოთაშორის იმას გადავახტი ყვითელი არის მე მგონი პირველი ხო თეთრი ყვითელი და სტაფილოსფერი ავიღე იმიტომ რომ ორსულმა გავძელი 2 საათიან ნონ-სტოპ გამოცდაზე ხო ეს არის ხო მეხუთე თვეზე მეხუთე თვეზე ვიყავ ნუ ენერგია მქონდა ორსულობის დროს აი არ ვიცი რაღაც წარმოუდგენელი და მე-9 თვემდე კიკბოქსზე დავდიოდი რა პროსტა მე-8 თვიდან ანუ და ეხლა კიდე გიკვირთ რომ ბავშვი ის მიდის გიჟია და უყავს ყველა ვარჯიშობდა უკვე მუცელში კი უბრალოდ მე-8 თვეზე ფეხის კიკი მოხსენი რა უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი მუცელს რა ხო და ანუ ხო პრეს ვერ უჭერდი რა და მეთქი რადგან კონტროლი არ მაქვს ფეხის კიკი ჩავხსენი და მარტო ხელით ვაკეთებდი მაგრამ მე-5 თვეზე ესე კარატეზე კამარი ავიღე ხო ძალიან მაგარია ხო მაგრამ ნუ მე აი საცხარს მე უკვე მე რა და ძალიან მენატრება ეგ მიმართულება ხოლმე. მე ვეცდებოდი ჯუჯიტსუ აი ახლა მადრიდში ვარ და იქ ვაჭველი იქნება რაღაცა მოყვარულების აუცილებლად იქნება. ლიანა იცი მინდა გაიხსენო ყველაზე წარმატებული შენთვის წარმატებული შეიძლება წაგება იყო, მაგრამ წარმატება იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გამოიტანე, გამოსლება გამოიტანე და რაღაცა. აი მინდა ეგეთი შენთვის წარმატებული ბრძოლა გაიხსენო ერთი და მოგვიყო მაგ ემოციებზე. და მეორე ყველაზე წარუმატებელი, სადაც მენტალურად ყველაზე მეტად დაეცი და აი ეს ორი რო შევადაროთ ერთმანეთს. ყველაზე ჩემი დიდი მოგება ეს არის ჩემი კამარი. და ზოგადად ისეთი ბრძოლა მე არ მიყვარს ჩემი ბრძოლების ყურება არ ვიცი რატო. სულ რო უყურებ, არაფერი არ მომწონს როგორ ვიმუშავეს ეს, მაგრამ ანუ გაანალიზებისთვის არ უყურებ ხოლმე რა უყურებ, მაგრამ არ მომწონს. ოკეი. ხო, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკული თვალით უყურებ. კი, მაგრამ ამ ბრძოლას რო უყურებ, ისე მსიამოვნებს, ისე მიყვარს ეს ბრძოლა, ხო, აი ძალიან მიყვარს და ვიცი რომ აი მთელი სული, გული, ძალა, რაც არ შემეძლო, ყველაფერი ჩავდე მაგ ბრძოლაში. აი მახსოვს რომ იმდენად ნაწყვალები მოგება იყო, რომ სახე ხო ვაფშე აი გამადრეს. ცხვირი მქონდა მთელი მასზე სახეზე. მაგის გარდა ხელები ჩალურჯებული მქონდა, მტკივნეულებს მიკეთებ, ვითმენდი, არ დავნებდი. ხელები ჩალურჯე, ფეხები ჩალურჯე, ანუ ისეთი ნაცემი ვიყავი. ერთი კვირა სახში არ ჩამოვდიოდი მახსოვს. დედაჩემს უთხარი მეთქია, წავალ მეგობრებთან ერთად. რა ტელევიზორში ხო ნახავდა? კი, მაგრამ მეორე დღეს მე უარესად ხდება, კი და სივდები და ეს ჩალურჯებული უარესი ხდება და ეხა დედაჩემი ისეთი ძალიან შვილი ვარ მაინც და ეხა რომ დაინახავს ასე დღეში ვარ, ის ცუდად გახდებოდა და მეთქი მე წავედი უნდა ვიქეიფო ეს უნდა აღნიშნო მოიო და ერთი კვირა მინიმუმ სახში არ ვიყავი მაგის გამო და ექიმებთან დავდიოდი რომ არის რა მომტეხეს რა არ მომტეხეს სანამ სილურჯე არ ჩავიდა არ ჩამოვდიოდი უკან დასვენება მინდა და ეგ იყო შენთვის ყველაზე კარგი თან ვიდეოთ მირეკავს მაჩვენე სახე მეთქი არა ო და სადგინა რომ გაიქცი ხო ეხანდელ იმაში მithumedes ეხანდელ გაჯეტების მე და ყველაზე ესეთი ბრძოლა ყველაზე ასე ვთქვათ წარუმატებელი მოდი ბჭყალებში
ბევრი მქონდა ესეთი ბრძოლა, რომელიც ცუდად დამთავრდა. ყველაზე მეტად აი მენტალურად რომელი იყო ესეთი დამანგრეველი ასე ვთქვი. ცუდი. მე უფრო აი ეს რომელზეც გული დამწყდა, ვიტყოდი აი ეს რო ცხვირი ახლა მოტეხილი ბევრ ჩხუბზე მქონდა, მაგრამ მაგ დროს ის იდაყვით გაჭრილი მქონდა კანი. ცხვირზე. მაგის გამო მაქვს ეს შრამი. ხო და აი ამ ბრძოლას ისე გული მეტკინა იმის გამო, რომ წონას ჩაბარებული მქონდა, კაი ფორმაში ვიყავი. აი არ მოხსოვს, რომ აი ის კუბიკებიც მიჩანდა, ესეთი აი მაგარ ფორმაში ვიყავი, კარგად მომზადებული და იდეალურად ვიყავი მართლა და ბრძოლა კარგად მიდიოდა, აი ჩემი მიზანი იყო ამ ბრძოლაში, რომ ვიცოდი, რომ მეორე მესამე რაუნდში იღლება და მეთქი ახლა პირველი რაუნდი დამთავრდება და დავიწყებ უფრო მუშაობას და ზუსტად აი რაღაც ბოლო 10 წამი თუ 15 წამი იყო, რომ შემხვდა ცხვირში იდაყვი და ეგრევე გამისივდა, ისა კი არ გამისივდა, გამიშეშდა სახე, ვეღარ გძნობდი არაფერს და მეთქი რაღაცა ხდება ცუდი, თან ხო ვერ ხედავ, სარკის ხო არ თხოვეს რავჭისა და ვიცი რომ რაღაცა ცუდი არის, короче. ხო და ნუ არა უშავს მეთქი ჩხუბობ, არ ვიმჩნევ რომ ძალიან ცუდად არის საქმე, მერე უკვე რომ თავდება. სისხლი მოგდის. სისხლი კი არ მომდის, ვაფშე ღია მაქვს ცხვირი. აი ანუ მე იდაყვი როგორ შეიძლება ცხვირი გაჭრას? ჭრის, იდაყვი ზოგადად ისეთი არის, რომ კანს ჭრის. მართლა? კი. ხო და ისე გამოვიდა, რომ ექიმები გააჩერეს და ეხლა მე ხო ვერ ვხედავ და ისეთი გაბრაზებულ ალტუაჩერებს, ანუ შემინდლია ბრძოლა და მე ხო ვერ ვხედავ. ეხლა რომ გადავხედოთ, რომ უყურებ, ანუ ექიმი რო იყო, მეც გავაჩერებ. მე ვაღიარებ იმას, რომ გასაჩერებელი შეიძლება მართლა იყო რა. არა, კი გავაგრძელებდი, მაგრამ შეიძლება უარესი რამე დამემართებოდა, იმიტომ რომ გაიხსნა და კიდევ უფრო გაიხსნებოდა. საში იყო მართლა. რაც არის ჩემი ბრალი იყო, რომ ესეთი დარტყმა, ანუ მარტო ჩემი ბრალი არის ეს წაგება, მაგრამ იმდენად გული მწყდება მაინც, ხო, რომ ესეთი წაგებული არის და შემეძლო და კაი ფორმაში ვიყავი, რომ მაგაზე ვიტყოდი და მაგრა დავიგრუზე, მაგის მერე ესეთი დეპრესია მქონდა. რას ნიშნავს შენ დეპრესია? არაფრის კეთება არ მინდოდა. არც ვარჯიშზე აღარ დავდიოდი, სახლში ვიჯექი, ვჭამდი, ვფიქრობდი, მინდა, არ მინდა გაგრძელება, ესე ვიყავ. და რამდენი ხანი გაგრძელდა იქ? მახსოვს, რომ ბოლო ჩხუბი, რომელიც კონტრაქტი მქონდა UFC-ში, არ მინდოდა ბრძოლა. და უთხარი ჩემ იმასაც, მენეჯერსაც, რომ მეთქი აი ახლა მეთქი ისეთ განწყობაში ვარ, რომ არ მინდა ბრძოლა. აი ხო გინდა სურვილი, არ მაქვს მეთქი სურვილი. შეიძლება მეთქი ანუ რაც პაუზა გავაკეთე, იმიტომ რომ გძნობ, რომ პაუზა მჭირდება მორალურად და ფიზიკურად მჭირდება პაუზა. 1 წელი მინიმუმ არ მიჩხუბია სხვათა შორის მაშინ. მართლა? აი ამის მერე? კი, ხო და კონტრაქტი მიმთავრდებოდა და მაგის გამო ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მენეჯერი დაიწყო, რომ ეხლა თუ არის ჩხუბებო, შეიძლებაო, რომ კონტრაქტი აღარ გაგიგრძელონა და უეჭველი უნდა იჩხუბო, კონტრაქტი გამიგრძელეს კიდე 9 წლით ზუსტად ამ ჩხუბის გამო. ხო და აი ესე გამოვედი, რომ არ მინდოდა მაგ ბრძოლაზე. ესე იგი აი ამ შენ განდამოუკიდებელი მიზეზის გაჩერება ისე იმოქმედა. ეგის მომენტი ხო არ იყო, რომ რაღაცნაირად წაგებისთვის მომზადებული არ იყავი? იმიტომ რომ საერთოდ შენ როგორ გადიხარ შეჯიბრზე წაგებისთვის ემზადები? არ ვფიქრობ, რომ შეიძლება წავალ. მარტო მოგებაზე ვფიქრობ. ყოველთვის მოგებაზე ვფიქრობ. და ისე ზოგადად როგორ ანუ ქონია ვინმესთან მუშაობის პრაქტიკა, ან სპორტულ ფსიქოლოგთან, ან ზოგადად კოუჩთან, თუნდაც როგორ უნდა ანუ წააგე, ფაქტი მოხდა რომ წააგე. აი როგორ გამოდიხარ აი ამ მდგომარეობიდან? წაგებები ახლა ბევრი მქონდა ცხოვრებაში მოყვარულებში ის ანუ მაგრამ მე ვფიქრობ რაც მაძლევს ამ ზუსტად ხასიათს ჟილკას ეს არის ის რომ ვერ ვეგუები წაგებას და რომ ვერ ეგუები წაგებას გინდა რომ დაბრუნდე დაამტკიცო და მოგებული უბრალოდ იმ დროს როცა ეს ცხვირი გამიყრა სხვანაირი სიტუაცია იყო ანუ
გრძნობდი რომ ვერ ვაჩვენე არ მომცეს შესაძლებლობა რომ ვაჩვენო ყველაფერი სხვანაირად იყო ანუ შენ ვერ დადე შენი მაქსიმუმი რეალურად რა უბრალოდ იმ ერთი პატარა დარტყმის გაპარვის გამო და მაგან ესე იმოქმედა შეცვალა ყველაფერი ერთ მომენტში დასანანია თუმცა ნუ იმის მერე ბრძოლა გააგრძელე ყველა ვარიანტში და კი გავაგრძელე ეხლაც აქტიური ვარ ნუ ბოლოს 1 წლის უკან ჩატარებული მქონდა ბრძოლა ხო და ეხლა ვაპირებ კიდე ბრძოლებს UFC-ში დაბრუნება არის შენი მიზანი UFC-ში დაბრუნებაზეც ვფიქრობ მაგაზე ვიმუშავებ თუ გამოვდაბრუნდები მაგრამ სხვა ორგანიზაციაში ვაპირებ პროზაფხულისკენ ქართულ ორგანიზაციებზე რას ფიქრობ ახლა რკენა რო წამოვიდა რკენა წამოვიდა გუშინ ვიყავი ძალიან მოვიდა პირველზეც ვიყავი და ეხლაც რკენას ვაში გოგოები ყავს უნდა ყოფილიყო ელენე, მაგრამ სამწუხაროდ ის გამოვიდა, რომ ეხლა ხო ეს სიტუაცია არეული არის და ტაილანდში იყო, ვერ ჩამოფრინდა რეისები გაუქმეს და თორე უნდა ყოფილიყო. კაი გოგო არის ხო შეძლიერი. კი, ანუ საქართველოში კი ვიბრძოლებდი, ერთი წლის უკანაც რომ ვიჩხუბე, მაშინ საქართველოში ვიჩხუბე. ისე აი ეს შიში გეხოცებ გაიხსენე, ოღონდ შენი ეს ძალიან უკანა წლებში უნდა დაგაბრუნო რა, მაგრამ როგორ გადალახე იმის შიში, რომ ნუ ქალს აქვს მაინც იმ დარტყმის შიში რა, რაღაცნაირად ბიჭები არ ვიცი, მაგრამ ალბათ შენ ბავშვობიდან ბრძოლაში რო იყავი, მაგიტო მარტივად გადალახე? ბავშვობიდან ცემატყავი. არ მახსოვს რომ მეშინოდა. ანუ არც მახსოვს რომ მეშინოდა კი. ანუ მესმის რა არის ანუ თუ ესეთი დარტყმა გაატარე ძალიან ძლიერი შეგეშინდება მაგალითად მე კაცი ახლა რომ დაგარტყა ძლიერად შეგეშინდა ანუ შეგეშინდა ინსტინქტი გექნება რომ კიდე ესეთი არ მოხდეს და ძირითადად აიფარებ ხეს რომ კიდე არ მოხდეს ესე არის მარა ესე რომ შიში მქონდეს რომ თავში მომხდეს მით უმეტეს გოგოსთან რომ ჩხუბობ არა მაქესე ყოჩხ ძამაგარი მიწუდი არის ვიდა ერთი 20 ჯერ ცხვირი გატეხილი მაგ ზუსტად იმის გამო რომ ანუ ფაქტია რომ ესეთი ცნობილი სპორტსმენი ხარ რომელიც რა ვიცი მიდის და მიდის კიდე შეუპოვრად ანუ ისეთ მოჭხუბარი ვარ რომ ჩემი ბრძოლები წავაგეთ მოვიგი საინტერესო არის საყურებლად უეჭველი ესეთ შოუს კაის ვაჩვენებს ისხიან და ვიჩხუბებ ისე როგორ აკონტროლებ რომ შოუ იყოს თან არა, აი ესეთ სტილი მაქვს პროსტა, რომ აი ესეც ამ სპორტში ვარ, იმის გამო კი არა, რომ აი უეჭველი უნდა მოვეგე, იმის გამო ვარ, რომ მიყვარს და აი ყოველი დარტყმა სიყვარულით უნდა იყოს. ძებილოცავე ხო შენ და იმას. ირტყავ, მაგრამ გლოცავ და ლამაზად გახრჩობ. კი. გრამატნა. როგორ ინტელექტუალურად ჭხუბა, ძალიან მაგარი არის. ქონია ესეთი მომენტი, რომ აი იცი რომ უეჭველი მარტივად მოიგებ. მაგრამ გინდა რომ გამოიზოგო. და ნელა რაღაცნაირად. აი, როგორ ხდება ბავშვი მან ენერგიის გადანაწილება? არის რაიმე ტაქტიკა ტრენერთან ერთად მუშაობა? ენერგიის გადანაწილება ზოგადად თვითონ სპორტს ტრენერი ესე ვერ გააკონტროლებს. შინ თვითონ უნდა მაგაზე იფიქრო და არის ესეთი ნათქვამი ერთრაუნდიანი მებრძოლე. ანუ ერთ რაუნდში ისეთი არის მაგარი შეიძლება გაგთიშოს ისეთი ანუ ძნელი მოსაგები იყოს მაგრამ ამ ერთ რაუნდში ისე დაიცლებ თუ გაუძელი მე მოუგებ მე უფრო ზუსტად ესეთი ვითვენ და ველოდები როცა დაიღლება და როგორ დაიღლება წავაყარებ და წავარებ უფრო ესეთი მომწელება შენ არ იღლები როელოდები პირველი რაც არის ეს არის ზუსტად საცხო იღებ მაგ დროს როელოდები კი რა თქმა უნდა მაგრამ ინაწილებ აი ესე ზოგადად და მაგის გარდა რომ ინაწილებ კარდიოც კაი უნდა გქონდეს რომ ახლა შეძლო ესეთი ჭხუბი ეხლა მთელი ოჯახით აქეთ ხარ როგორ? ანუ დედა შენიც აქეთ არის და დედა ჩემს და მამა ჩემს, ციხეში მამა შენ ციხეში ხო? მან ყველა საქართველოში ვარ ფაქტია, ხო? ანუ ნუ ხშირად მიდიხარ ალბათ და ნახულობ, ხო? კი, ხვალე სასამართლო არის და ახლა მე სულ ეს პაემანზე დავდივართ და ეს. ნუ მე ხანდახან შეჯიბრების გამო ან სულ სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მადრიდში ვიყავი, არ გიცნობდით მაშინ და მადრიდშიც ვიყავი კი ახალი წლის მერე და სულ იქით აქეთ მომიწევს წასვლა მოსვლა რაღაც საქმეებზე და
ხო და ხანდახან ისე ხშირად ვერ დავდივარ მამაჩემ, მაგრამ სულ რო საქართველოში ვარ, სულ პირველ რიგში მამაჩემთან უნდა შევიდე. რა მაგარი. მადრიდში რო იქნება, უცებ მომწერე გახოცები. ეხლა ვიყავი პირველ ასხათში. ხო, მოგიწონა. კი, მომეწონა ძალიან, კი. ძალიან რბილი ქვეყანა, ძალიან ისეთი ქალაქი, მით უმეტეს ბევრად მირჩევნია ბარსელონა სხვათა შორის. ბარსელონაში არ ვიყავი. ყველა ქართველი ამბობს ბარსელონა, მე მადრიდი ბევრად მირჩევნია, იმიტომ რომ დასტოინი ქალაქია ძალიან. კი, მე მომეწონა სუფთა, მოწესრიგებული, ლამაზი. დიდად ვერ მოვა 3 დღე ვიყავი, თან საქმე მქონდა მათ და დიდად ბრძოლა ხარ ქონდა თუ არა, მე ილიას თოფურიასთვის ორგანიზაციას ვაკეთებდი ინტერვიუსთვის. ხო და მაგის გამო ვიყავი ჩასული, რომ რაღაცები დავალაგო, რაც საკითხები იყო და მე ჩამოვედი. მესმის. ლიანა, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. ძალიან ბევრი კაი რაღაცა გაგვანდე. ძალიან ვიხალისეთ კიდევაც. ხო და მინდა რომ მოდი ერთი პატარა რაღაცა ან სამოტივაციო ან რაც გინდა რომ თუნდაც შენს პატარა თავზე რო ეთქვა ვიღაცას რომ რაც მოგცემდა უფრო მეტ მოტივაციას და ბიძგს რომ აი ეს რაც დაიწყე უფრო მაგრად მიაწვე. აი ხა ჩვენ ძალიან ბევრი საქართველოში ძალიან მიხარია რომ გოგონებმაც დაიწყეს კარატეზე სიარული, ქიგოზე სიარული და ძალიან პატარებთან. ძალიან მომწონს ეს კიმონოები ან ნირო დადიან ესთან. ძალიან მიხარია და რაღაცნაირად ეს სქესთა ბალანსი რო აი ამხელა რო იყო ნელ-ნელა პატარავდება რა და აი მინდა რომ იმათ მიმართო. ზოგადად გოგოებს მინდა უთხრა, რომ არ არის ნიშნულობა გინდათ პროფესიონალები იყოთ, ან თქვენთვის მოყვარულები იყოთ, სულ დაიმახსოვრეთ ის, რომ ხალი სულ უნდა თავისთავად დაიცვას და თქვენი თავი ქუჩაში რო გაივლით, უნდა იცოდეთ, რომ აი ძლიერი ხართ და არ შეგეშინდეთ არაფრის. მაგის გამო მინდა ყველას გირჩიათ, რომ მაინც თავისთავად რო დაიცვათ, ივარჯიშეთ, შეიძლება პროფესიონალები არ გახდეთ, არც გინდოდეთ, მაგრამ ვარჯიში სულ მოგიხდებათ, თან კაი კარდიო არის, მოგიხდებათ, სულ ფორმაში იქნებით, კაი ტანზე და ჯანმრთელები იქნებით, თან ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც თქვენი ფემინინობა უნდა დაკარგოთ, რომ შემოგხედავ აი რაღაცა ულამაზესი ცხვის გავიკეთებ. იცი რა არის, იცი როგორ თავისებურ პეტს გაძლევს ეგეც რაღაცნაირად და ხეშად ნამდვილად არ არის და რაღაცა პირიქით ხო გეუბნები რაღაცა თავისებური ხასიათსაც აძლევს შენს სახეს, შენს ლამაზ სახეს, რომ არანაირად არ აქვს რაღაცა ისე სურათებსაც რომ ნახულობ შენსას ხო, შენს ფიდზე, ნუ აი საერთოდ არ არის ის რომ ვერ იტყვი რომ აუ ახლა ეს არის რა ქვია. გამოგიგანებზე წვიტავს ისეც რომ მიგანარცხებს. მე ესეთი შთაბეჭდილება დამჩა რომ ქალიან გოგო თუ ზოგადად არის ცოტა ესე კაცური სპორტის გამო არ არის, ანუ მინახია გოგოები რომელიც ესეთები არიან ვაფშე სპორტში არ არიან აფრიშუაში და სპორტი ნამდვილად არ გააკეთებ თქვენთვის სულს არანაირად. ნამდვილად არაკაცებს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენ ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეგობარი კომპანია არის ნექის მიწისძღილის კარაქი, რომელიც არის საქართველოში წარმოებული, არ აქვს არანაირი დანამატი, არ შეიცავს შაქარს და გადასარევი ჯანსაღი ცხიმის წყარო არის. თქვენ კიდევ ასევე უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ალაიქოთ ვიდეო და დაგვიკომენტარეთ. რაიმე თუ გამოგრჩა ისიც დამიკომენტარეთ, იქნებ მე ლიანას თხოვოთ და კომენტარებით გაგვცეს პასუხი და ასევე დაგვიკომენტარეთ რომელ თემის განხილვას ისურვებდით. დიდი მადლობა და კარგად იყავით.